ესე იგი, ისევ და ისევ რისთვისაც დაუბრუნდი ამ თემას, ახლა პირველი შემთხვევა არ არის, რომ მე ისმის ჩემი ხმა უკან. პირველი შემთხვევა არ არის, რომ მე ამ დროს და აწმყოზე ვსაუბრობ, მაგრამ ხვდები, რომ აბსოლუტური გაურკვევლობაა რა. მესმის ახლა ეს ბიჭიც მაგას მეუბნებოდა, რომ რთულია, ძალიან რთულია ევროპული ტიპის მოაზროვნესთვის და ჩვენ ევროპელებიც არ ვართ მით უმეტეს ესეთი ქართული რაღაც ტრადიციებში, რელიგიებში, აი ესეთი დროის ესეთი გაგება და ტიპიური აღმოსავლური. თუმცა მე ფსიქოანალიზმა ეს განავრცო, მაგრამ აქ არც ფსიქოანალიზი არ შემოსულა, ხო? ეხლა დაიწყო რაღაცებმა შემოსვლა, თორე აი 90-იან წლებში მთელი კომუნისტური ეპოქა, იცით რომ ეხლა ეს ფროიდი, იუნგი თითქმის აკრძალული თემები იყო ფრომი. და აქედან გამომდინარე, ანუ რა წერილებიც მომდის, ახლა ძირითადად აქცენტებს ვაკეთებ ლექციებს, ვაანონსებ იმ წერილებიდან გამომდინარე, რაც მე მომდის ინსტიტუტის ვებგვერდზე და ჩემს პირად Facebook-ზე რაც მოდის. ანუ ინტერესი რა, ხალხის ეს ოშო შემდგომი ლექციაც აბსოლუტურად აი თქვენ ინტერესიდან გამომდინარე, ბევრმა ითხოვა ძალიან ოშო. დღევანდელი თემა ესეთია, კარპე დიემის ლათინური გამონათქვამი, მგონი ესე ქვია, იცხოვრე, რაღაც დაიჭირე წამი, მაგრამ უბრალოდ ეს იცხოვრე წამში თუ როგორ ქვია აწმყოში, ხო ლექციას არ მახსოვს ხა როგორ ქვია ზუსტად, მაგრამ მინდა შევეხო სწორედ აი ამ დროის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ეხლა შევეხო მე ამას არა რაღაცა ფილოსოფიურად და რაღაცა მაღალი ესეთი მეტაფიზიკური სიმაღლეებიდან პირიქით ძალიან ფსიქოლოგიურად, ძალიან გასაგებად, ისე როგორც მეს კრიშნამურთანმა გაგებული და ნასწავლი და საერთოდ ეს ადამიანი იყო მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, ისეთი სიმაღლეები ისე ჩამოიტანა და დაგვიდო რა. აწმყოში ცხოვრება, ეხლა მამრდაშვილს მოდი აი ქართული მოაზროვნეებიდან გეტყვით, ვინც იცნობთ მამრდაშვილს, პრინციპში ერთადერთი ფილოსოფოსია, რომელთანაც გასაგებია აწმყოს თემა, ანუ თვითონაა გაგებული, ქართულ ფილოსოფოსებზე ვსაუბრობ, ეხლა იქ ნიჩეზე არ არის საუბარი. ხო, აი ვისაც ყველაზე კარგად აქვს თავის წიგნში გადმოცემული აი ეს მარადიული ახლას ფენომენი, ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი უდაოდ გაგებული და უდაოდ გაცნობიერებული ქონდა. ეხლა რატომ აქ ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა? ეს არის საინტერესო, ხო? ხშირად არის ხოლმე კითხვები, ერთი ახალგაზრდა ადამიანი მწერს, არ ვიცი, ძალიან ხშირად მწერს, რომ საერთოდ რატო კითხულობ ლექციებს, რა, რატომღაც უნდა რომ აღარ ვიკითხო. აი რატო გვეუბნები, რატო გვიყვები, არ ვიცი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, ვინც ძალიან ბევრ რამეს აცნობიერებენ და ვისაც ეს აინტერესებს და რატომ. საერთოდ რატომ იწყებს ადამიანი აზროვნებას, აი ჩვენ ხშირად გვისაუბრია წინა ლექციებზე, საიდან იწყება საერთოდ ჩვენი ფილოსოფიასთან მიახლება, რელიგიასთან მიახლება, რაღაც ახლა პათეტიკას რო დავანებოთ, თავი რომ აი მე ღმერთს ვეძებ და აბა უღმერთოთ ცხოვრებას რა აზრი აქვს. აი ხა ამ სისულელებს რო დავანებოთ, თავი რატომ იწყებს ადამიანი ან რელიგიაზე ფიქრს, ან ფილოსოფიაზე, ან ფსიქოლოგიაზე? იმიტომ რომ ადამიანი არის ცუდად. აი ეს არის ყველაზე რეალური, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, როგორ კარგადაც არ უნდა ვნიღბავდეთ საკუთარ თავს, როგორ კარგადაც არ უნდა ვთამაშობდეთ რაღაც მაგარ ტიპებს, მარტო ვრჩებით და ქაოსი არ მთავრდება გონებაში. აი ხლა ვისაც გაცნობიერებული არა გაქვთ ქაოსი გონებაში, ხა წამებში მოგეხმარებით ამის დანახვაში. აი, როდესაც მუდმივად კონფლიქტია თქვენს ირგვლივ და თქვენ ამას აღიქვავთ, რომ აი ის მეზობელი მეგობარი, ქუჩა, სახელმწიფო პოლიტიკა, რელიგია როგორ მღლის ეს ყველაფერი, იცოდეთ, რომ ეს არის ქაოსი თქვენს გონებაში. გესმით? ანუ ვისაც ეს ჯერ გაცნობიერებული არა გაქვთ, იცოდეთ, რომ გარეთ სინამდვილეში არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხდება თქვენს გონებაში და ამიტომ არის, რომ ერთი ვიღაცა მაღალი ცნობიერების ადამიანი ვერ ამჩნევს ვერაფერს, მეორე დაბალი ცნობიერების ადამიანი ფოთლის შრიალსაც კი შეუძლია მისი წყობიდან გამოყვანა რა და გქონიათ ხო ესეთი აი დაკვირვებული ხა მე მჯერა რომ ამ ლექციაზე დადიხართ ადამიანები, ვისაც რეფლექსიაც გქონიათ ცხოვრებაში, ფიქრებიც გქონიათ, ხა დაკვირვები ხართ ხო? ხშირად არის რომ შეიძლება აი ვიღაცა მაგალითად წყალს სვავდეს და ამან გაგაღიზიანოს, ხო ვიღაცის ფეხის ხმამ გაგაღიზიანოთ, ხო? და იწყება ადამიანში ესეთი ფიქრები, რომ აი რა ცუდია, ნუ როგორ არა მაქვს ის გარემო, ის პირობები, ის სახლი, ის მეგობრები, ის სოციუმი, ხო? ჩვენ სულ ამას წუწუნებთ, აი რა ცუდი სოციუმი, აი საქართველოში მაგალითად, ხო? დაბალია, სულ ვამბობთ, რომ დაბალია ცნობიერება, დაბალია და რთულია ამ ადამიანებთან ურთიერთობა.
და აი ფსიქოლოგიაში და აი აღმოსავლურ ფილოსოფიის ჩახედული ადამიანი ხვდები, რომ ეს პრობლემა თურმე შენშია რა. ანუ შენ ხარ ნაწილი ზუსტად იმ სოციუმის, რა სოციუმი შენზე მოქმედებს რა. სხვანაირად სოციუმი შენზე აღარ მოქმედებს. ეს ისე განმარტებისთვის, ვინც ფიქრობთ, რომ თქვენში ქაოსი არ არის. ანუ გარემო პირობები, რომლებიც ასე მოქმედებს ადამიანზე. აი ამ შემთხვევაში დროის მომენტს მინდა შევეხო. ხა აწმყო მესმის რთული გასაგები ერთხელ წერილიც კი მოვიდა, რომ მამრდაშვილის ფრაზაზე, რომ რა ისა, ნუ რაღაც ილია ჭავჭავაძის ფრაზა აწმყო შობილი წარსულისგან არის შობელი მომავლის და ნუ რას ქვია ხა რომ მეუბნები რომ იცხოვრე ახლა, ანუ წარსული დავივიწყო, მომავალი დავივიწყო და მიდის იქ რაღაცა პატრიოტული მოტივები და ნუ ხვდები რომ სრული ვერ გაგება სიტუაციის რა, რომ აბსოლუტურად ეს წარსულისგან და მომავლისგან განთავისუფლება, განსაკუთრებით წარსულისგან განთავისუფლება ეს არ ნიშნავს რომ შენ წაშალო მთელი ისტორია შენს უკან და რაღაცა ფასეული აღარაფერი აღარ დატოვო. აი შევეცდები ახლა რომ ამას მივყვეთ. ზოგადად დროის ფენომენი ადამიანის ცნობიერებაში ნიჩესაკის ძალიან კარგად ზარატუსტრაში იქ მაგრამ ახლა ნუ ზარატუსტრა ცოტა რთულია როდესაც ადის სიმაღლეზე და მხარზე მგონი მაიმუნი აზის თუ არ ვცდები ეს ეპიზოდი დრო როგორც ფსიქოლოგიური დილემა მინდა რომ ხამაზე გქონდეთ ჩემთან ერთად რეფლექსია, რომ მე ხშირად არ ვიცი, არის კატეგორია, რომელიც მეუბნება, რომ მე ადამიანებს ტვინს ურეცხავ და ეხლა ტვინის რეცხვა რო არ გამომივიდეს, მე მინდა რომ რეფლექსია გქონდეთ ჩემთან ერთად და თქვენ თვითონ იფიქროთ და რასაც თქვენ გააცნობიერებთ, ის იქნება რეალობა და არა ის, რასაც მე გეტყვით. ეს ესეა რა ადამიანისთვის რეალობა არის ის, რასაც ის აცნობიერებს. როგორია დრო არა ის ახლა კალენდარი რაღაცა 5 6 7 ორშაბათი სამშაბათი გაზაფხული ზაფხული ეს ძალიან პირობითია ჩვენ დავარქვით ამ ყველაფერს ხო სახელი ეს იწყება თქვენ დაბადებისას და მთავრდება თქვენ ფიზიკურ გარდაცვალებაში ხო ეს დროის ათვლა და ასაკი და წლები არა დრო როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი ჩვენს გონებაში წარსული აწმყო და მომავალი. ეხლა მინდა რომ დააკვირდეთ თქვენს ფიქრებს. აი ეხლა ამ წუთას ჩემთან ერთად გქონდეთ ამაზე რეფლექსია, რა ხდება თქვენს გონებაში? ფიქრები და ფიქრები, ხო? ჩვენ ვართ აზროვნების პროცესი თავიდან ბოლომდე. ფიქრები და ფიქრები. აი ხა როგორია თქვენი ფიქრები? ამაზე მინდა იფიქროთ რა. ერთი წუთი დააკვირდეთ თქვენს ფიქრებს. აბსოლუტურად წარსულისგან არის თუ არა წამოსული თქვენი ფიქრები. ანუ თქვენ რაზე ფიქრობთ? მხოლოდ იმაზე, რაც იცით, ხო? ხო ესეა? ხო, ფიზიკურად, ანუ ლოგიკაა, ხო? ვერ ვიფიქრებთ სხვა რამეზე. მაშასადამე ჩვენ ვიმართებით წარსულისგან. ეხლა რატო? რახან ჩვენ სხვა რამეზე ვერ ვიფიქრებთ, ეხლა თქვენ სწორად შენიშნეთ, მაშასადამე ფიქრი აღძრავს ქმედებას, ხო ესეა? ლოგიკურად, ეხლა მე რო ჩემი აზრები არ მოგახვიოთ თავზე. ჯერ ფიქრი იწყება ჩვენს გონებაში, ხასიათს დაკვირვები ხართ ალბათ ხო ფიქრი როგორ გიცვლით ხო შეიძლება იჯდეთ არაფერი არ ხდებოდეს მშვენიერი ამინდი იყოს და უცებ გიფრთხდება ხასიათი ან პირიქით რა ინგრევა გარეთ ყველაფერი და შენ უცებ ხასიათი გაქვს ძალიან კარგი ნუ ამას ახლა ფსიქოლოგიურად 1000 ჯერ მისაუბრია არაცნობიერი სფეროდან როგორ შემოდის მაგრამ დღეს უფრო სხვა კუთხით მინდა შევეხო ამ ყველაფერს მაშასადამე ფიქრები რომლებიც მუდმივად ტრიალებს ჩვენს გონებაში რისგან განთავისუფლებაც არის ყველაზე რთული ალბათ სამყაროში და აღმოსავლეთი ამბობს რომ თუ თქვენ შეაჩერებთ ფიქრებს თქვენ დაგიდგათ სატორის თუ განსხილოსნების მომენტი ესე იგი რა რთულია წარმოიდგინეთ ეხლა როგორია ჩვენი ფსიქოლოგიური არსებობა ანუ ჩვენ რეალურად ეხლა აი მომისმინეთ კარგად და თუ რამეს ლოგიკურს არ ვიტყვი არ დამეთანხმოთ რეალურად ჩვენ ვართ აი ეხლა ამ წუთას აწმყოში ვესაუბრებით ერთმანეთს ხო ეს არის რეალობა ეხლა ამაზე მეტი რეალობა არ არსებობს ხო დანარჩენი რეალობა რაღაცას რასაც ჩვენ ვეძახით რეალობას მოცემულია თქვენს გონებაში ფიქრების სახით მე მგონი გასაგებად ვლაპარაკობ ხო ეხა რეალობა არის ის რომ მე ვზივარ აქ და თქვენ ზიხართ აქ და ჩვენ ვსაუბრობთ მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენს გონებაში მიდის ავტომატურად რაღაც გონება მუშაობს, რაღაც ფუნქცია ჩართულია, ცნობიერება, რომელიც თქვენ ახლა შეიძლება მე მისმენთ, მაგრამ პარალელურად რაღაცაზე სხვაზეც ფიქრობდეთ, ხო? სხვათა შორის, აი თუ თქვენ ამაზე რეფლექსია არ ქონიათ, ამას დააკვირდით.
ყველაზე რთული ყოფილა ცხოვრებაში, აი, რასაც აკეთებ, მთელი შენი ცნობიერებით იმას აკეთებდე. ანუ ადგილი აღარ გქონდეს სხვა ფიქრს. გესმით? ანუ ეს არის პრინციპში მიუღწეველი. აი, თუ ეხა ეს ამაზე რეფლექსია არ ქონია, დააკვირდით, 3 წამი დააკვირდით გონებას და მიხვდებით, რომ აი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. უყურებთ მდინარეს, უყურებთ ცას, წყალს ვავთ თუ მიკროფონს უყურებთ თუ წერთ, რაღაცა ჩართულია გონებაში, რაც სხვა რამეზე ფიქრობს და ხშირად მომისმენია ადამიანი ვერ ვკითხულობ, იმიტომ რომ გონება დარბის. ხო ქონიათ ესეთი მომენტი? ანუ კითხულობთ საინტერესო რაღაცას, მაგრამ გონება დარბის. უყურებთ საინტერესო ფილმს, მაგრამ გონება დარბის. ეხლა რა ხდება აქ? რეალურად. ანუ ჩვენ ხო არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ საუბრობთ დაკვირვებებით, როგორ ხდება გონებაში ყველაფერზე დაკვირვება. მაშასადამე ადამიანები, რომლებმაც დიდხანს ჰქონდათ მედიტაცია და დააკვირდნენ ამ ყველაფერში, იგივე რეფლექსია, მიხვდნენ, რომ ჩვენი არსებობა, ჩვენი ფსიქოლოგიური არსებობა გაყოფილია 3 ნაწილად. წარსული, აწმყო, რასაც მარადიული ახლა ქვია და ჩვენ ამაზე დღეს აუცილებლად ცალკე ვისაუბრებთ და მომავალი. ეხლა უყურეთ, რამდენად ძლიერია ეს თქვენში. არის ცარიელი სიტყვები, ხო, წარსული, აწმყო, მომავალი და გონიათ ეხლა რომ წარსული წარსულშია, აწმყო ეხლაა და მომავალი მომავალშია. აი ხა ჩვენ ერთად დავინახავთ, რომ წარსული არ არის წარსულში, არც მომავალი არ არის მომავალში, ყველაფერი აქ არის და აი ამ ყველაფერში დაკარგულია თქვენი აწმყო. აი ხა დღეს ამას დავინახავთ. მაშასადამე ადამიანის, ასე ვთქვათ, ну ცნობილი ჯანმრთელი ადამიანის გონება არის პრინციპში მეხსიერება, ხო? არის თუ არა ესე? მთელი ჩვენი აზროვნების პროცესი ეს არის ჩვენი მეხსიერება. ხო არ ვიგონებ არაფერს, ხო? აი დააკვირდით თავს და მიხვდებით, ხო? ანუ წამი, რეალობა ის არის, რომ ეხლა მე თქვენ გელაპარაკებით აწმყო, დანარჩენი ყველაფერი არის მეხსიერება. მეხსიერება რა არის? ის, რაც მოხდა გუშინ წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 4 წლის წინ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მივყვეთ წარსულს რა. ეს არაფერი არ არის, ეს ნორმალურია, რომ ადამიანს ყველაფერი გახსოვს, მაგრამ ეხლა მივყვეთ როგორ გვახსოვს ეს ყველაფერი და რა როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი მახსოვრობა. გესმით? აი მე ხა მინდა იმ კონდიციამდე მიგიყვანოთ ქაოს რა იწვევს გონებაში, გესმით? ამის ახსნას ვცდილობ ხა უბრალოდ რა. ეხა როგორია ჩვენი მეხსიერება, რაც გვახსოვს ცნობილი ასაკიდან, არის კიდე ღრმა ბავშვობის მოგონებები, აი ფროიდი ამბობს, რომ დამტკიცებულია ფსიქოანალიზ, რომ არაფერი არ იკარგება იმ წუთიდან თქვენ რომ დედამიწაზე თვალებს გაახელთ. დღეს ფსიქოლოგია ამბობს, რომ ეს მუცლიდანაც მოდის, ну აი დედის მუცლიდან ეს რაღაც მეხსიერება, მე ამაზე არაფერს თქმა არ შემიძლია. მე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც მე მაქვს თავად გაცნობიერებული, თორე ხა ფსიქოლოგიაში ბევრი რამე წამიკითხავს, კი ბატონო. ეხლა როგორია თქვენი ბავშვობა, ცნობიერი ასაკი, რისგან შედგება თქვენი წარსული? მინდა რომ ამაზე იფიქროთ. კატეგორიები როგორია? აი დღევანდელი გადასახედიდან წარსულს როგორ უყურებთ? წარსული არის ან კარგი, ან ცუდი. ხო ესეთია ჩვენი გონების წყობა, იცით როგორია? ადამიანი ყველაფერს არქმევს სახელს. გესმით? ადამიანი ყველაფერს უკეთებს სორტირებას. ადამიანი ყველაფერს ყოფს. ადამიანმა დაარქვა რაღაცას ღმერთი, რაღაცას მიწა, რაღაცას ეშმაკი, რაღაცას ცხოველი, რაღაცას ფრინველი. ეს ყველაფერი ადამიანმა დაარქვა თეთრი, შავი, წითელი, ხო? ხომ მეთანხმებით, რომ ეს არავის კოსმოსიდან ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ გამოუგზავნია, ჩვენ ვიბადებით ამ რაღაც უზარმაზარი, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება აზროვნების პროცესი. მაგრამ როგორი აზროვნების პროცესი მუდმივად რაღაცას ვაფასებთ, ხო? მაშასადამე ჩვენი წარსული, განსაკუთრებით ღრმა ბავშვობა, რომელიც აყალიბებს თქვენს ხასიათს, თქვენი სწავლა, თქვენი განათლება, თქვენი სტერეოტიპები, რაც ასევე წარსულიდან მოდის, თქვენი იდეები, რასაც ესე ველოლიავებით და გუშინ ვიღაცამ დამიწერა Facebook-ზე, რომ იდეები თუ უარყვედა თეორიებიო, ეს საერთოდ რეგრესია აზროვნებაშიო. გესმით, აი როგორი გაუცნობიერებლობაა რეალურად იმის, რაზეც ვსაუბრობ და რეალურად საკუთარი თავის პირველ რიგში ალბათ რა, რომ თითქოს ადამიანია იდენტიფიკაცია იდეასთან და თეორიასთან და იდეა და თეორია თუ შეიცვალა რა? ან თუ ის იდეა აღარ არის საინტერესო, შენ აღარ ახარ პიროვნება თუ მომენტალურად ახალი იდეასთან, მე მომენტალურად ახალი იდეასთან და შენ სად ახარ აქ?
აი ამაზე არ გიფიქრიათ, შენ სად ახარ, ანუ შენც არ ახარ, ხო? შენ ხარ იდეების ნაკრები და სხვათა შორის ესეც არის, რომ იცოდეთ, ჩვენი ცნობიერება, შეზღუდული ცნობიერება, რასაც ქვია, აი ხა წარსულიდან მართული. ზუსტადაც იდეების ნაკრები. აი თქვენ ხა, როდესაც შეგეკითხებიან, ვინ ხარ შენ და ამბობ, მე ვარ ქართველი, ქრისტიანი, ფილოსოფოსი, ინჟინერი, რა ვიცი, სულ ერთია. ეს ხომ ილუზია, ეს ხომ ნიღაბია. გესმით? მაგრამ თქვენ ესე გაგზარდეთ, თქვენ იდენტიფიკაცია გაქვთ ქვეყანასთან, რელიგიასთან, სქესთან, ასე ვთქვათ, პროფესიასთან, დირექტორობასთან, პრეზიდენტობასთან და ნუ ეს მარაზმი მიდის და მიდის მხატვრობასთან, მომღერლობასთან. მე შეიძლება უცებ ხმა დაკარგო მომღერალმა და უცებ რა? სიცარიელე. მე ვინ ხარ შენ ხმის გარეშე თუ შენ იდენტიფიკაცია ხმასთან გაქვს და სიმღერასთან არავინ აღარ ხარ? აი ეს არის საინტერესო, ხა ჩემ აზრს კი არ გავხვევ, თავზე ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა. ეს ადვილია რაღაცა. ჩვენ ხო ეს პრობლემა გვაქვს მოსმენით, ჩვენ უსმენთ, იმიტომ რომ მომენტალურად პასუხი მივცეთ, მაგრამ ჩვენ არ უსმენთ, იმიტომ რომ გავაცნობიეროთ. აი ის რომელიც უსმენს, იმიტომ რომ გააცნობიეროს, ჯერ იშვიათად სვავს შეკითხვებს, მაგრამ თუ სვავს იმდენად ჭკვიანურ შეკითხვებს სვავს, რომ პასუხიც არის იქვე და როდესაც სრულიად არალოგიკურია შეკითხვა, იმ წუთას ხვდები, რომ აი ეს ადამიანი გისმენდა მარტო იმიტომ, რომ მომენტალურად მას რაღაცა პროტესტი გაუჩნდა თავისი სტერეოტიპიდან, მოდი ესე ვთქვა, თავისი იდეოლოგიიდან, ხო? და რა არის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არის ხალხურ რეალურად ჩვენი მეხსიერება. მთელი ეს იდენტიფიკაციები მეხსიერებაა, მეტი არაფერი. ანუ გონება, როგორც კომპიუტერში დისკს რო ჩადებ და იქ არის ჩაწერილი რაღაცა, თუ არ წაიშალა, აქვს და აქვს, ხო? რაღაცა მეხსიერება მომართული, ხო? აი ესეა ადამიანი. თქვენ გაქვთ, ჯერჯერობით ესეთი დაბალი ცნობიერების, ანუ შეზღუდული ცნობიერების ადამიანს გვაქვს ორი კატეგორია სამყაროს მიღებაში. სამყარო ან ცუდია, ან კარგია. ეს არის შეზღუდული ცნობიერების ხედვა. ის ძალიან მაღალი ცნობიერება, რომ სამყარო არც კარგია, არც ცუდია, სამყარო არის ის, რაც არის. ხლა ამაზე კი ვსაუბრობთ ხშირად, იმიტომ რომ ეს დიდმა ფილოსოფოსებმა ისაუბრეს ამაზე. მაგრამ გაცნობიერებული ეს არავის არ აქვს. და რატო? როგორც კი ცნობიერდება, რომ სამყარო არც ცუდია, არც კარგია, სამყარო არის ის, რაც არის, იცოდეთ, რომ იმ წამში ქაოსს თქვენ გონებაში წერტილი ესვება. იმ წამში თქვენ ხდებით გაღვიძებული, ტრანსფორმირებული ცნობიერების ადამიანი. მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ სამყარო ხო, იმიტომ რომ ხა რაღაც მოდი დავეთანხმოთ, მაგალითად მამარდაშვილს ან ვინმე სხვას, ხო, არის ის, რაც არის, სამყარო არის არც კარგი, არც ცუდი, მაგრამ მოვტრიალდები და ისე ვამბობ, რომ დედა რა ცუდია და დედა რა კარგია, ესე იგი რეალურად მე ეს ინტელექტუალურად გავიაზრე და სხვათა შორის წინა ლექციაზე ფსიქოანალიზი და ძენ-ბუდიზმი რო გქონდა, თუ გახსოვთ, იქ გავაკეთე აქცენტი აი ამ ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესების ინტელექტუალიზაციაზე, რაზეც აი ფრომი ამბობს, რომ თავიდან ფროიდსაც ეგონა, რომ უბრალოდ ინტელექტუალური საუბრები და ესეთი შეგონებით შეიძლება ადამიანს რაღაცა განკურნების პროცესამდე მიიყვანა, მაგრამ მე ფროიდიც მიხვდა, რომ სინამდვილეში აქ სხვა სიღრმეებია გასაშლელი და რაზეც მე ამბობს ფრომი, რომ ყვედრიდან ფროიდს, რომ იგი წლები მუშაობდა პაციენტებთან და სინამდვილეში მეტი გზა არც არსებობს და მართლა არ არსებობს. ახლა აღმოსავლეთს გადახედეთ, მედიტაცია თუ დაიწყება, ცხოვრების ბოლომდე გრძელდება რა. ანუ ის, რომ თქვენ რაღაც გაიგეთ და მორჩით, ესეთი რამე არ არსებობს. ესე შეიძლება თქვენ ინსტიტუტში მოგატყუონ, ახლა დიპლომი მოგცენ და გითხრათ, რომ აი თქვენ უკვე კარგი ფილოსოფოსი ხართ, წადით ან კარგი ფსიქოლოგი ხართ. ესე გვატყუებს მარტო უმაღლესი სასწავლებლები, ანუ ჩვენი შექმნილი ილუზორული სამყარო. მაგრამ რეალობა როგორია? ერთი ქაოსით და ერთი საწინააღმდეგო აზრის თუა თქვენში, ერთი მიუღებლობა ადამიანის და წინააღმდეგობა, всё, ანუ ისევ ნოლ-კლასში ხარ რა და გზა გაქვს გასავლელი. აი ხა აქ დროის გააზრება ჩემი აზრით, რომ როგორ მუშაობს ჩვენი გონება, ძალიან მოგვეხმარება ბევრი რამისგან გამთავისუფლდეთ, რასაც ჩვენ აი არაცნობიერს ვეძახით, ახლა ფსიქოლოგიის ენაზე. მაშასადამე პირველ რიგში იმის გააზრება, რომ ჩვენი გონება მუდმივად მუშაობს როგორც მანქანა, ჩვენი ფიქრები არის მუდმივად ძველი, იმიტომ რომ ის წარსული მეხსიერებიდან, წარსული სწავლიდან, სტერეოტიპიდან, ეხლა როგორ იყო ეს სწავლა? საქართველოს და ქართულს თავისი აქვს, რუსს თავისი აქვს, ფრანგს თავისი აქვს, ჩინელს თავისი აქვს. მეთანხმებით, რომ ჭეშმარიტებას აქ არანაირი ადგილი არ უკავია. ხო ეს არის ძალიან ჩვეულებრივი
აი, როდესაც ვსაუბრობდით ისა პლატონის გამოქვაბულსა, იქ არის გენიალურად აღწერილი, რომ ამ გამოქვაბულში, აი მიჯაჭვულ ადამიანებში მოწინავეები ხდებიან ისინი, რომლებსაც უფრო თითქოს უფრო კარგად ხედავენ. აი, ჩემი აზრით პლატონი ამას გენიალურად ხსნის რა, რომ აი ჩვენში აი ავტორიტეტები, ჩვეულებრივი არიან ისინი, რომლებმაც რაღაცა უფრო შეიძლება მალე ინტელექტუალურად გაიაზრეს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველა ერთ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. აი ამ ჩვენ ვერ ვანგრევთ დროისა და სივრცის დროისა და სივრცის აი ამ მდგომარეობას და იუნგი ამბობს, რომ ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თვით შეშლილობის მომენტშიც კი იგი ვერ გადის თავისი შეზღუდული ცნობიერების მიღმა. რატომ არის ჩვენი ცნობიერება შეზღუდული? მოდი დავიწყოთ აქედან. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სავსე აღზრდით, სწავლით, იდენტიფიკაციებით, იდეოლოგიებით და აი ამ ყველაფერს ერთად მოდი დავარქვათ ეხა პირობითად მეხსიერება, რომ ამისგან გამთავისუფლდეთ. მაგალითად, ეხა ფსიქოლოგიურად გავშალოთ. თქვენ 5 წლის წინ გაწყენინათ ადამიანმა, რა ვიცი, იქნებ გქონიათ ეს მომენტი, ეხა გაიხსენეთ და რეფლექსია გქონდეთ. და დაშორდით ამ ადამიანს სრულიად აი ამ მდგომარეობაში, რომ თქვენ გეტკინათ რა და დაშორდით. ნუ გავიდა 5 წელი, თქვენ ეს ადამიანი არ გინახავთ, ნუ რა თქმა უნდა, მას თქვენ არ უნახი ხართ და არავინ არ იცის ამ 5 წლის მანძილზე რა გაცნობიერდა, ან დაუშვათ მის გონებაში, ხო? და უცებ შეხვდით 5 წლის მერე ამ ადამიანს, აი მე მინდა თქვენ დააკვირდეთ პირველი განცდა ამ წუთას რაც გექნებათ. მომენტალურად წინა პლანზე გადმოვა ის მოგონება, რითიც თქვენ ადამიანს დაშორდით. და თუ ეს დაშორება იყო ნეგატიურ ნიადაგზე, დამერწმუნეთ, რომ ძალიან გაგიჭირდებათ თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, თუნდაც 5 წლის მერე, როდესაც ძალიან ბევრი რამე მოხდა თქვენს ცხოვრებაშიც, მის ცხოვრებაშიც და შეიძლება გაცნობიერდა კიდეც ეს ყველაფერი თქვენს გაიზარდეთ, ისიც გაიზარდეთ, მაგრამ იცით როგორ არის ფესვგადგმული ეს ყველაფერი თქვენს არცნობიერში, რომ აი ვერც წარმოიდგენთ, აი წამებში თქვენ თვალი რომ მოკრათ ესეთ ადამიანს ქუჩაში, შეიძლება უცებ ვერ იცნოთ, ცნობიერად, მაგრამ ამოგიტივტივდებათ რაღაც მოგონება და დაგეუფლებათ რაღაც ნეგატიური განცდა. თუ არ დაკვირვები ხართ, მაგრამ მე არ მჯერა, რომ თქვენ ახლა ამაზე არ იყოთ რომელიმე დაკვირვებული. ანალოგიურია პოზიტივი. მაგალითად, როდესაც გაგზარდეთ რაღაც იდეოლოგიით, რომ აი ვიღაცა მაგალითად ტიპი, რომელიც ქართველობაზე ლაპარაკობს, არის კარგი, აი დააკვირდით ყველა ადამიანი, რომელიც მანიპულირებს აი ამ იდეით, რა იდეაც თქვენ ჩაგიდეს, როგორი სიმპათიით იხრებით მის მიმართ. აი ამას განსაკუთრებით დააკვირდით პოლიტიკოსებთან დამოკიდებულებაში ან რელიგიებთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, მე ვარ ახლა სულით ხორცამდე ქრისტიანი, ნუ მართლმადიდებელი და მჯერა ამ რელიგიის ჭეშმარიტების. მე როდესაც ვკითხულობ რაიმე ფრაზას და იმას უწერია ვინმე წმინდა მამა ესა და ეს მართლმადიდებელი წმინდა მამა, იმას ვიღებ უაპელაციოდ. მაგრამ წავიკითხე ანალოგიური სიბრძნე მაგალითად ბუდასი ან რომელიმე აღმოსავლელის, რომ მომენტალურად გონება იწყებს დაეჭვებას. ან თუ ავტორი არ უწერია ამ სიბრძნეს, თქვენ პირველი კითხულობთ ვინ თქვა. გესმით? ეს არის ზედაპირული გონების ჩვეულებრივი ქმედება. ანუ რა საჭიროა ახლა მე ამ ფრაზაზე ვიფიქრო 9 საათი. მოდი გავიგებ ვინ თქვა, მე ხო ვიცი რა არის ავტორიტეტული და ჭეშმარიტი. და всё, თქვა, ქრისტიანმა მამამ ცალსახად მისაღებია, ბუდამ თქვა, ნუ რა თქმა უნდა, ან არის მისაღები, ან არ არის მისაღები, იმიტომ რომ ბუდა მაინც ბუდა, ხო? ეს ისე ხო, უბრალოდ ფსიქოლოგიურად რო გავშალოთ, რომ არ გამოგვივიდეს რაღაცა ფილოსოფიური ლაღბობა აქ რა. მე მინდა ეს რეფლექსიის სახით თქვენს თავში უბრალოდ განიცადოთ. მაშასადამე ყველაფერი დღესდღეობით რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება, მოდის გუშინდელი დღიდან, გუშინ მოდიოდა გუშინწინდელი დღიდან, თავისი შთაბეჭდილებებით, ნეგატივით, პოზიტივით, ემოციებით და თქვენ აი ამ, მოდი ესე ვთქვათ რა, ესეთი დამდგარი, სტატიკური რაღაცა ჭაობის პოზიციიდან გინდათ ბედნიერება. წარმოიდგინეთ, ახლა გინდათ სხვანაირი ხვალინდელი დღე. ხვდებით ახლა რა აბსურდია? ანუ თუ დღევანდელი ჩემი ფიქრები განაპირობებს ხვალინდელ დღეს და ჩემი ფიქრები აბსოლუტურად მოდის წარსულიდან, წარსული შთაბეჭდილებებიდან, სწავლებიდან
ეს ჭეშმარიტია, ეს არ არის ჭეშმარიტი, ეს სწორია, ეს არ არის სწორი, რა გგონიათ ხვალ რა იქნება? ზუსტად იგივე რაც იყო გუშინ. ეხლა როგორ დავდივართ მაგალითად ქართველები ერთ წრეზე ამას გადახედეთ რა? რამეს ვცვლით პრეზიდენტებს, ვცვლით პოლიტიკურ პარტიებს, ვიცვლით სასულიერო პირებს, მამაოებს, მაგრამ არაფერი არ იცვლება დავრჩით შუა საუკუნეებში ლამის. ხო? რას გულისხმობ შუა საუკუნეებზე? არქაულ ტიპს ძალადობა, მიუღებლობა, დაპირისპირება და შემდგომში ეს უკვე გარეთ რო გამოდის ეკონომიკურად ვერ შენდები, პოლიტიკურად ვერ შენდები და საერთოდაც ვერ ძგები. ხვდებით სათავე საიდან მოდის ეს ყველაფერი? მაშასადამე მე თქვენი მეხსიერება დღე და ღამ ატრიალებს, აი, როდესაც მე ადამიანებს ვეუბნები დაიწყე მედიტაცია წამებში, ეს რატომ არის რთული პროცესი? თქვენ როგორც კი ცდილობთ რაღაც ერთ კონკრეტულ მომენტზე ჩააღრმავდეთ ფიქრზე თუ წესრიგისა წერტილზე, ავტომატურად 1000 აზრი შემოდის თქვენს თავში. აი, ვისაც მედიტაცია გიცდიათ, ალბათ დაკვირვებულ ხართ, რომ ეს ესეა, ხო? 1000 აზრი და ისე იღლება გონება, რომ მედიტაცია კი არა, ხშირად ცხოვრება აღარ გინდა და ბევრი მეუნება, სხვათა შორის, აი ხა ვინც დაიწყო მედიტაციები, რეფლექსია, ხო, ერთ და იგივე ხა ჩემთვის ფსიქოანალიზი და მედიტაცია მეუბნება, რომ ცუდად ვარ, თავი მტკივდება, გონება, მიმძიმდება, რატო? იმიტომ რომ ვერ იჭერს იმ მომენტს, რა მომენტიც უნდა დაუშვოთ გააკეთოს, 1000 ფიქრი შემოდის. ესეთი ადამიანის გონების წყობა. ეხლა როგორ შეიძლება უბრალოდ გაცხრილოთ ეს ყველაფერი? ის რომ თუნდაც წარსულმა აღარ გმართოთ, ხალხო, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში. აი, ჩვენ რო ვიცით ხოლმე ჩაციკულა ადამიანებზე, ხო? აი, არ ქონიათ ეს ფსიქოლოგიური მიჯაჭვა, მე მქონია წლების წინ მაგალითად, მე ეს ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. როგორ გონია, რომ გიყვარს ვიღაც, როგორ გონია, რომ ვიღაცის იდეაა შენთვის ძალიან მისაღები და მე ამას ემატება ეს სენტიმენტები და რომანტიზმი და რაღაცები წაგიკითხია რომანებში, რაც ათაყვანებს ადამიანს მინდა გითხრათ რა, განსაკუთრებით აი გოგონებში შეიმჩნევა ეს რომანებში რო რჩებიან და მე პირად ცხოვრებას ვეღარ აწყობენ და იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან რეალურია და ხშირად ძალიან კაცრია რა და სულაც არ არის ისეთი როგორიც წიგნებში წერია. მაგრამ ამის გაცნობიერება გონებაში ხალხო არის აი იცით რა მარტივად მოიტანს სიმშვიდეს, ახლა არ უნდა ამას არც დიდი ფილოსოფოსობა და არც რაღაცა განსაკუთრებული უნარების ფლობა. მარტივად დაინახეთ როგორ ხართ სამნაწილად გახლეჩილი. წარსული მუდამ ტრიალებს აწმყო, რომელიც სხვათა შორის მუდმივად ახალია, აი რომ დააკვირდეთ, არც ერთი წუთი არ გავს მეორეს. არც ერთი ადამიანი არ გავს მეორეს, მაგრამ რატომ გეჩვენებათ ყველა ადამიანი თქვენს ირგვლივ მოსაწყენი იცით? იმიტომ რომ თქვენ იმ ადამიანებს აფასებთ ამ თქვენი წარსული მეხსიერებიდან, თქვენი განპირობებულობიდან და ყველას ერთ ჩარჩოში უყურებთ. და როგორ გონიათ, რატომ არ გაქვთ სიახლის დანახვის უნარი? ყოველი დღე სხვანაირია, ყოველი დღე სხვანაირი სილურჯია ცაზე. იმიტომ რომ არის რაღაცა ცოდნა, რომელიც დაატრიალა თქვენმა გონებამ, ჩაიწერა დისკზე და გიტრიალებთ, ახლა გიტრიალებთ. მაგალითად, რაღაცა კარგი მოგონება გქონდათ, ერთხელ იყავით შეყვარებული, ან დიდარი, ან თანამდებობაზე და всё, დაარქვით ამას წარმატება ცხოვრებაში და ეხლა მუდმივად ეძებთ აი ამის განმეორებას, რომ აი ხა მაგალითად წინა ასაკის ხალხი სულ ლაპარაკობს რა კარგი იყო კომუნიზმის დროს, რა კარგი იყო თბილისი 80-იან წლებში, ატრიალებენ ამ ყველაფერს, ხო? ანუ რა იყო კარგი, შეიძლება კარგად ვერ აგიხსნან, რაღაც მოგონება, ანუ ახალგაზრდები იყვნენ, რაღაცეებს უყურეს მსუბუქად და ეს ყველაფერი დარჩა მათ გონებაში. დღეს იქ ყველაფერი მოსაწყენია. გესმის? ეს არის მიუღებლობა სწორედ სამყაროსი. თქვენ სამყაროს ყოფთ ან კარგად, ან ცუდად. მაგალითად, თუ მქონდა ბევრი ფული, ვიყავი ახალგაზრდა, ეს იყო კარგი წარმატება, მე დავკარგე ფული და შედარებით ასაკი მომივიდა, ეს არის ცუდი და ახლა სიბერე თუ მოდის და კიდე ფული არა, მაგ ეს არის მთლად კატასტროფა. ჩვენ ძირთად ესე პრიმიტიულად ვარქმევთ ამ ყველაფერს სახელს. მაგრამ აი როგორია რეალობა, ამაზე გიფიქრიათ? სინამდვილეში რეალობა არის თქვენი მიახლება სამყაროსთან. ანუ მე და სამყარო. გესმით? ეს არის სრულიად შეგრძნების მომენტი. არანაირი იდეა, არანაირი მეხსიერება, არანაირი წარსული, არანაირი იდეოლოგია, არანაირი სტერეოტიპი ნონა ვარ, ეს ვიცი, ის ვიცი, ეს მიყვარდა, ის მიყვარდა. არა, მე ვარ
შეიგრძენი რომ შენ ხარ. აი ელემენტარულად მოდი აბა ამაზე გქონდეთ მედიტაცია. შეიგრძენით აბა თქვენი სხეული წამში. დაჯექით სადმე, არ ვიცი, ოთახში, ბუნებაში ვისად მოგწონთ. მე აქ ვიზიარებ აბსოლუტურად ძენ ბუდისტურ მიმართებას, რომ იყავით იქ, დარჩით იქ, სადაც ხართ, რა პოზაც მოგწონთ დგომა თუ შდომა, შეიგრძენით უბრალოდ ჯერ საკუთარი სხეული, მერე საკუთარი არსებობა, მერე მოусმინეთ სამყაროს, აბა, თუნდაც აი 2 წამი შეძელით ამის გაკეთება, აბა მოусმინეთ ჩიტების ჭიქჭიქს ისე, რომ ფიქრმა არ შეგაწუხოთ, ანუ ფიქრი იქნება, მაგრამ ცნობიერება მას ენერგია არ მისცეს. იცით რა შვებას იგრძნობთ ამ 2 წამში? აი ამ 2 წამში თქვენთვის სამყარო გაჩერდება. მერე რა თქმა უნდა წამოვა ფიქრები, წამოვა ისევ ის ცუდია, ის კარგია, იმანეს მიქნა, ეხა რევანში უნდა ავიღო, კარგად თუ მომექცა, ვალში ვარ, უნდა დაუბრუნო, ცუდად თუ მომექცა, ეხლა ნახე მაგას დედას უწირებ, ნუ რისგანაც შედგება ჩვენი მეწვრილმანი ყოველდღიური ფიქრები რა. ეხლა წარსული, ანუ მთელი თავისი შთაბეჭდილებებით, ხო რა კარგი იყო და შიშები, სხვათა შორის, მე შიშებზე მქონდა ერთი-ორი ლექცია და სულ ამაზე ვისაუბრე. შიშები პირდაპირ დაკავშირებულია თქვენს აი ამ გონების წყობასთან, რომ თქვენ ცხოვრობთ წარსულით, ანუ წარსულში გეტკინათ, წარსულში რაღაც, ნუ ბავშვობაში მოდი ესე ვთქვათ რა, ბავშვი ისეთი ძალიან ესეთი მსუბუქი არსებაა და ყველაფერს ესეთი გრძნობიარეთ იღებს, იმ წუთას მას ეს არ ამახსოვრდება, მაგრამ ეს მასში აუცილებლად ღრმად ჩადის და შემთხვევით არ თქვენს ფსიქოანალიტიკოსებმა, რომ ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და მთავარი გასაცნობიერებელი, აი ფრომი სულ მაგას ამბობდა, რომ შეიძლება ყველაფრისგან გაანთავისუფლო ადამიანი, მაგრამ როდესაც იწყება უკვე ეს შეხება და ჭიდაობა ბავშვობის კომპლექსებთან, ნუ ეს არის ყველაზე ურთულესი პროცესი. რატო? იმიტომ რომ გაუცნობიერებლად ყალიბდება თქვენში რაღაცა სტერეოტიპები და რაღაცა შეფასება. კარგი, ცუდი. ოჯახი და სკოლა და სახელმწიფო და სოციუმი რამხელა როლს თამაშობს, ამაზე თუ გიფიქრიათ, ხო, ბავშვობაში ამასთან არის მეგობრო, იმასთან იმეგობრე, ცუდი, კარგი, ნუ ეს წარმატებული, წარუმატებელი, აი რითი ნაგვიანდება, რითი ხდება დანაგვიანება ბავშვის გონების. ბავშვი, რომელიც სრულიად ჰარმონიულია, ბავშვი, რომელიც სრულიად მოცულია იმ წერტილით, სადაც ცხოვრობს და უცებ იწყება იფიქრე, იმას მოერიდე, ეს არ აიღო, ეს არ უთხრა, იმასთან არ შეხვიდე, იმასთან არ გაიარო, კარგს მიბაძე, დედამ გითხრა, მამამ გითხრა და всё, დაიწყო დაყოფა ბავშვის გონებაში, ჯერ შიშები გაუცნობიერებელი ჩამოყალიბდა, ვიღაცას eriდება, რატო eriდება თვითონაც არ იცის, ვიღაცასთან მეგობრობს, ვიღაცასთან აღარ მეგობრობს, რატო არ იცის, მე მშობელი უნდა იცი მართლმადებლურ ტაძარში შედი, არ გაბედო სხვა ტაძარში შესვლა. ბავშვი ვერ იგებს რატო, მაგრამ ისიც უკვე ხვდება, ის კიდე უკვე ესე იწყებს ფიქრს, რომ მარტო ეს ტაძარია კარგი, ნუ ახლა მუსლიმანი ფიქრობს, რომ ეს არის ისლამისტური, ქრისტიანული, დანარჩენი ნუ მშობელი განსაკუთრებით თუ ფანატიზმში ღრმად არის, ასე ვთქვათ, ფესვ გადგმული, ეუბნება, რომ აი არ შეგიყვანონ, არ შეგასთუნონ, არ შეიძლება დაიღუპები. და შიში და ბავშვს მეტი კი არ შეუძლია. всё, ბავშვს უკვე ეშინია ყველაფრის, ბავშვს ეშინია მეზობლის, იმიტომ რომ ესმის რომ მისი მშობლები ლანძღავენ ამ მეზობელს. ბავშვს ეშინია განსხვავებული რელიგიის, ბავშვს ეშინია განსხვავებული ნაციის და განსხვავებული ეს ეთნიკური საკითხი ჩვენაირ განუვითარებელ ქვეყნებში ძალიან მტკივნეულია, ხო? ქართველი თუ ხარ ქართველთან მარტო სომეხი ცუდია, ქურთი ხარ. ცუდ რამეს ვლაპარაკობ, მაგრამ რეალურს ვლაპარაკობ. ეხლა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. ეხა შავკანიანებზე ესეთი აგრესია თითქოს რაიმეთი ვჯობდეთ, იმიტომ რომ კანის ფერშია განსხვავება, მეტი არაფერში, ხო? ანუ საიდან მოდის ეს მიუღებლობა? ბავშვობიდან, აღზრდიდან და всё ჩაიწერა ეს უკვე თქვენმა გონებამ, აქ რაღაცა უხილავი ლენტა და დღე და ღა მატრიალებს ამას. და შიშების ესეთი უდიდესი ნაწილი სწორედ წარსულიდან მოდის, რომ შეგეშინდა, გეტკინა და ხა სულ გონია, რომ იგივე არ განმეორდეს და მე სულ ვეუბნები, აი ვისთანაც ინდივიდუალურად ვმუშაობ, რისიც გეშინია, იქ წადი და იქ დადექი რა, სწორედ იქ წადი და იმას ჩახედე თვალებში. რა მოგონებაც გაწუხებს ყველაზე მეტად იმ ადგილას მიდი, ანუ არ გაექცეთ არასოდეს ამას. პირიქით, ამას უნდა გაცნობიერება, იმიტომ რომ თქვენ ბავშვობაში ეს ძალიან თქვენი ბავშვური გრძნობელობით ნეგატიურად დაუშვათ ამ პოზიტიურად და დღეს გონიათ რომ ეს ესე იყო, მაგრამ არ არის ესე. გესმით, მაშინაც სამყარო ისეთი იყო, როგორიც იყო, უბრალოდ ჩვენი მიახლება სუბიექტური სამყაროსთან და
ყოველთვის მიდით, აი აქ სულ მახსენდება ხოლმე ვივეკანენდა ყვებოდა, რომ როდესაც მწვირობდიო, ერთი სოფლიდან მეორეში მოვდიოდიო და მაიმუნების რაღაცა ესეთი არ ვიცი რა სახეობის მაიმუნები გამომეკიდნენ, ხო ინდოეთი წარმოიდგინეთ და ესეთი იკბინებოდანო რა და გავბოდიო და უკვე ძალა მეცლებოდა ბოლომდეო და თითქოს აი ხმა ჩამესმაო, რომ ნუ გარბიხარო რა მოტრიალდი და შიშ თვალებში ჩახედეო და აზრიც აღარ ქონდა გაქცევასო რა, იმიტომ რომ უბრალოდ მე მათ ვერ გავექცეოდი, ახლო არაფერი არ იყო და გავჭირდი, მოვტრიალდი და აი პირველი მაიმუნი რომელიც იყო, გავჭირდი და თვალებში ჩავხედეო და გაჩერდაო ეს მაიმუნიო, მიყურა ეს ყველამ და უცებ მიტრიალდნენ და გაიქცნენო და ვივეკანენდა ყვება რომ ეგ იყო დღე როცა მე შიშები დავამარცხეო, მივხვდი რომ შიშს არ უნდა გაექცე, შეტრიალდი და ჩახედე შიშს თვალებში რა და ეს აი ფსიქოანალიზში მე სულ ვიყენებ ამას. სწორედ იქ იყავი, სადაც გეშინია, იქ იყავი, სადაც გტკივა და სადაც არ მოგწონს. აი იქ დარჩი მეუბნებიან ხოლმე მაზოხისტი ხო არა ვარო, არა მაზოხიზმი სწორედ გაქცევაა და გარბი ხარ მოგსდევს და ნუ მართლა მაზოხისტი ხარ. ეხა 80 წელი გარბი ხარ და 80 წელი შიში მოგსდევს. გაჩერდი, შემოტრიალდი და შეხედე რა. შეხედე, იქნებ ეს არაფერია თუ არა შენი ილუზია. აი სწორედ იმ მახსოვრობაში შენახული რაღაცა ლენტა, რომელიც ჩაწერილია და ატრიალებს შენს გონებაში. ეს იმას გავს, იცით, ერთი და იგივე კოშმარული ფილმი რო ნახო და ერთი და იგივე მომენტზე სულ რო გეშინოდეს. ეხა ხო აბსურდია რა. ერთხელ რო ნახავ, всё, მეორედ იქ აღარ გეშინია და მაინც რო შეგეშინდეს, რომ აი მაინც რო ელოდები, რომ დედა რა იქნება, ხო? ანეკდოტიც იყო ამაზე რაღაც ისო. მე-9 საათულიდან ხტებოდაო და მეგობრები რო წავიდნენ ფილმის დანახავად, ეხლა ეს აღარ გადმოხტებაო და გადმოხტა და რატო გადმოხტაო და იცი გუში ნახეო, გუშინაც გადმოხტაო და აღარ მეგონა დღეს თუ გადმოხტებოდაო რა, რაღაცა ესეთი დამოკიდებულება გვაქვს ამ ყველაფერთან. ეხლა წარსული არიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ წარსულისგან გავთავისუფლდი, ნუ ეს რა თქმა უნდა სიყალბე ტყუილია, იტყუებენ თავს, მაგრამ მე არ ვეკამათები ხოლმე აქ ადამიანს, ნუ თulis რომ განთავისუფლდა. ეხლა მომავლის ილუზია, რას უშვება გონებას, ეხლა ცოტა ხანი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი რა. რა არის მომავალი? პრინციპში არ არსებულია, ხო? ბოთი თარმას კითხეს ერთხელ ეს ძენ ბუდიზმის დამაარსებელს, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ 60-ში მოხვდებითო და ამონთხრა არაო, რა მე ერთად არ მოხვდები და რატო? და იმიტომ რომ ცოცხალი ვარო და მომავალი საერთოდ არ არსებობსო და ესეთი მომენტია რა. რა არის მომავალი? ფსიქოლოგიური მომავალი საერთოდ არ არსებობს. თქვენ გაქვთ მომავალი კალენდარზე და თქვენ გაქვთ მომავალი თავში, იდეაში, ხო? მეღიმება ხოლმე ამ ცნობილ მოღვაწე ხალხს ლაპარაკობენ, რომ 1 წლით გაწერილი აქვს თავის ცხოვრება, გეგონება ისიც ეხა რომ ხვალცოცხალი იქნება და 1 წლითაა გაწერილი, ხო? ეს არის ესეთი ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ, მორიგი ილუზია. ხა ისე არ გამიგოთ, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა აკეთოს, არაფერი არ უნდა დაგეგმოს, არა, ახლა ამას დავაზუსტებ აუცილებლად. ფსიქოლოგიური მიჯაჭვა, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან. ანუ ის რომ ეხა მე მინდა გავხდე მსახიობი, ან რა ვიცი, მოდელი, ან ისა ინჟინერი, ეს ერთი თემაა, ეს ნორმალურია. მე ვარ ახალგაზრდა, რაღაცას ვიწყებ სწავლას, მაგრამ ეხა უყურეთ ადამიანის გონება როგორ იწყებს. როგორია ჩვენი მიახლება მომავალთან? მე უნდა გავხდე წარმატებული, დიდი, ნუ რაღაცა ამან უნდა მომიტანოს ფული, აღიარება, იმიტომ რომ ეს არის წარმატების ფორმულა, რაც არის ჩემს საზოგადოებაში. ჩვენ ესე გვზრდიან. ჩვენ ესე გვეუბნებიან მშობლები, რომ იცი რა, ვიზე ნაკლები უნდა იყოს, შენზე მეტი რატო უნდა იყოს? ტყუილს ვამბობ რა, მე ჩვენ ესე გვზდიან და ჩვენც ესე ვზდით სამწუხაროდ ჩვენ შვილებს რა, ვერ ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ და ჩვენი შვილებიც ესე გაზრდიან, იცოდეთ საკუთარ შვილებს, თუ ეს გაცნობიერების პროცესი არ დაიწყო რა და მე იქნება რომ ის რატო ჯობია, მე აქედან მოდის შური, რომ როგორ ვიღაცას ყოველთვის აჯობებს, ეს ელემენტარულია, ვიღაცას სიმღერის ნიჭი აქვს, ვიღაცას ცეკვის, ვიღაცას წერის და ვიღაცას კითხვის, ხო, ეს ძალიან ნორმალურად არის ნიჭები ადამიანში გადანაწილებული, ხო? მაგრამ ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომ რაღაცა ისტორიულად გინდა გახდე ამ მსახიობი ან რა ვიცი, პოლიტიკოსი და ნუ ღამე არ გძინავს და ხლართავ გეგმებს და აღარიც, იმიტომ რომ რაღაცა არ გამოდის, ხო, ყველაფერი თავის გზით მიდის. მაგრამ შენი გონება რა შვება? გტან ჯავს ფიქრი მომავალზე, გეშინია ხვალინდელი დღის, გეშინია სახლიდან გასვლის, გეშინია გათენების, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოგიტანოს ხვალინდელმა დღე. ის რაც შენ გინდა და რეალობა რა არის, ხალხო?
გათენდა წადით, რა ვიცი, სად მიდიხართ სამსახურში ინსტიტუტში მეგობართან, კინო დაგეგმავთ, ხო, რომ 1 საათის მერე ესეთი უნდა იყოს და 3 საათის მერე ესეთი უნდა იყოს. მიყევით ყოველ წამს შეიგრძენით თქვენი არსებობა აი ამ გზაშიც. ვინ შეგხვდებათ გაესაუბრეთ, რა ვიცი, არ გაესაუბრებით, თქვენს ფიქრებში იყავით და რასაც მოგის თქვენი რეალობა. ანუ იშრომეთ, ისწავლეთ, აი კარმა იოგის იდეალი რა არის. უანგარო შრომა. შრომობ მთელი ცხოვრება, მაგრამ არ ახარ მიზანზე მიკრული. გესმის, რომ აი მე ხა იმიტომ ვმუშაობ, რომ უნდა ვიყიდო ლამბორჯინი, всё, ჩავიხვიე ლამბორჯინზე და შეიძლება გაგაგიჟოს ამ ლამბორჯინმა. ან უნდა გავხდე ქალაქის მერი, ან პრეზიდენტი, ან დეპუტატი და შეიძლება ამაზე ფიქრებმა გაგაგიჟოს და მე შეხედეთ აი რას ემსგავსებიან პოლიტიკოსები რა. ჩემი აზრით ყველაზე საცუდავი კატეგორია. აბსოლუტური რღვევა ადამიანობის რა. შეიძლება რაღაც პერიოდი 5-10 წელი წარმატებას აღწევენ, საერთოდ 13-15 წელი მაქსიმუმი, მეტი არა აქ ადამიანს დედამიწაზე მიცემული პიკისთვის და მერე იწყება სრული რეგრესი რა. იმიტომ რომ ის თქვენი ფსიქიკა თავის შვებას ხელს თავისი კანონები აქვს და საერთოდაც არ იბადებით თქვენ იმისთვის რომ პრეზიდენტები და მინისტრები გახდეთ. ეს არის ყველაზე საინტერესო რეალობა. ესე იგი გონება ან ეჯაჭვება წარსულს, ვერ გამოდის წარსულიდან და მუდმივად ატრიალებს გუშინ წინ ახსოვს პოლიტიკოსები, ახსოვს მეზობლები, მეგობრები, კლასელები, ცუდები, კარგები, ხო? სუდაყოფილია, ცუდი, კარგი, ცუდი, კარგი, ცუდი, კარგი, ხო? ის ესეთი, ეს ესეთი. ის მეხსიერება რომ რა კარგი იყო დედა ის როდის დაბრუნდება, ან პირიქით რა ცუდი იყო და შიში ვაიმე დედა ეს აღარ განმეორდეს, ან მეორე. მუდმივად მიბმული მომავალს, რომ ეხა დღეს თუ არა ისე ხვალ ავდგები, ხვალ ვიქნები წარმატებული, დღეს ბრიყვი ვარ, ხვალ ვიქნები ჭკვიანი, დღეს უციგნური ვარ, ხვალ ვიქნები წიგნიერი, დღეს არა მაქვს მაგარი მანქანა, ხვალ მექნება, ხვალ გავხდები პრეზიდენტი და წარმოიდგინეთ ეხლა წარსული, მიჯაჭვა, ფიქრები, ძველი, აი ისეთი დამყაყებული ხშირად როგორც ჭაობი რუტინას ქმნის ეს აუცილებლად გონებაში, ეს ავტომატურად გახტუნებთ მომავალში, ანუ წარსულის ილუზია აპროექტებს მთლიანად თქვენს მომავალს და აწმყო წამი, სადაც თქვენ უნდა იყოთ მთელი თქვენი არსებით. წამი, სადაც არაფერი არ არსებობს გარდა თქვენი რეალური ყოფისა, მუდმივად დაკარგულია. არა და აი რა ვიცი, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, რასაც ეს ეძებს ტანჯული კაცობრიობა, ეს იუნგის ფრაზა რო ვიხმაროთ, მხოლოდ არის აი წამში. სხვაგან არსად არ არის. არ თქვენს წარსულშია, არ თქვენს მომავალშია. ეს წარსული და მომავალი არის რაღაცა დიდი ილუზია გონების. აი ამ ილუზიის ტყვეობას თუ თავი ვერ დააღწიეთ, იცოდეთ რომ განწირულები ხართ, 100-ჯერ რო დაიბადოთ დედამიწაზე, 100-ჯერ ვერ დააღწევთ თავს, ანუ მოხვალთ 15 წლის ასაკში რაღაცა საინტერესოა, 20 წლის, 25 წლის ახალგაზრდა ხარ, ჯერ კიდე რაღაც ვარსკვლავებს ეთამაშები და გონია რომ სამყარო შეიქმნა, იმიტომ რომ შენს ირგვლივ ვიტრიალოს, მე უცებ ხვდები რომ მონოტონურობა და 40 წლის ასაკში პრინციპში ხარ უკვე პენსიონერი, რაც ვაფშე ცხოვრება აღარ გიხარია და ცხოვრობ ძალით, რა ცხოვრობ, იმიტომ რომ საჭმელი, სასმელი და აი აღმოსავლეთი ვედები ამას ადამიანის ცხოვრებას, აი ესეთი გაუცნობიერებელი ადამიანების ცხოვრებას ადარებენ სახედარს, ვირს, რომელიც ხო, მართლა გეუბნები, დღე და ღამ შრომობს, მაგრამ შედეგი ვირისთვის რამე შედეგი აქვს იმ შრომას ადამიანები რო ხო, არაფერი ხო? და ეს აქვს გენიალურად ნიჩეს აკლემთან გახსოვთ გაიგივებული ტრანსფორმაცია აკლემის, ლომის და ბავშვის. აკლემი არის ჩვენი მდგომარეობა. არ იფიქროთ ახლა რომ რომელიმე ჩვენ აქ აკლემები არ ვართ, თქო ძალიან გთხოვთ რა, ეს ილუზია არ გქონდეთ რა. როდესაც ჩვენ მუხლ-ჩაუხრელები ვშრომობთ აი რაღაც იდეალებისთვის, ჩვენ გვაქვს აკლემის მდგომარეობა. შემდეგი ტრანსფორმაცია ლომი, ეს არის ნებელობა გამოღვიძებული ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აღარ მინდა, მორჩა, აღარ მინდა ესეთი ცხოვრება, აღარ მინდა მონობა, არც ნივთების, არც იდეალების, არც სტერეოტიპების, არც რელიგიის, არც ღმერთების, არც ავტორიტეტების, აღარ მინდა მონობა, მინდა გავიღვიძო და მინდა უბრალოდ გავიგო ვინ ვარ და საერთოდაც მე ერთხელ ვთქვი თუ დავიბადე იმიტომ რომ სულ ვიღაცას ვეთაყვანო მე ვერანაირ აზრს ამ დაბადებაში ვერ ვხედავ არაფერი ამაში ახლა ესეთი
სერიოზული და ღირებული ამაში არაფერი არ არის რა. ანუ გაღვიძების მომენტი ეს არის აი ეს წამი აწმყოს რო თქვენ დაიჭერთ და გააცნობიერებთ როგორ მუშაობს თქვენი გონება, წარსული, მომავალი, ილუზიები, რეალობა არის ის რაც არის. გესმით? აი რეალობა აი კრიშნამურტი ამაზე ესე ამბობდა რა, ესე ამბიჭმა ლევანმა წეგა სწორი თქვა კრიშნამურტი ისეთი მაღალი სფეროა რომ პრინციპში რთულია გაიგო კრიშნამურტი თუ არა ხარ თავად კრიშნამურტიო და იმიტომ მესმის ეხა რომ ხშირად კრიშნამურტს როცა ვციტირებ რაღაცა ყრუმუშთა დიალოგს გავს ხოლმე ეს ყველაფერი აი კრიშნამურტი ამბობდა არ ვიცი ვიტყვი მაინც და თქვენ თვითონ გაუკეთეთ მე რა ვიცი გონებაში ჭეშმარიტება არის ის რაც არის გესმით კი, ზუსტად. ანუ რას ნიშნავს ეს? ჭეშმარიტება არის ის, რაც არის იმ წუთას და თქვენი არსებობა რომ ყოველთვის იმ წუთას არის, ამაზე ხო გიფიქრიათ? მე ვიყავი, არა, მე ვარ. ჩემი არსებობა არის მე ვარ. მე ვიყავი და მე ვიქნები, ეს არის გონების ილუზია. ვიყავი დამთავრდა. მორჩა ის აღარ განმეორდება, ხალხო დასრულდა. მოკვდა ვიღაცა, всё, დაანებეთ თავი რა, წავიდა, შეეშვით რა. თქვენც მოკვდებით ესე და თქვენც უნდა დაგანებონ თავი რა. სერიოზულად გეუბნებით, ესე ჩაყოლები, სენტიმენტები, იცოდეთ, რომ არანაირად ამ გზაზე არ დაგეხმარებათ. თქვენ მე თავზე არ გახვევთ ახლა ჩემს აზრს, თქვენ რა თქმა უნდა, როგორც გნებავთ, ისე იფიქრეთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, აი დიდი ავტორიტეტების გამოცდილებიდან სენტიმენტები ამ გზაზე, აი რაღაცა რო გონიათ ხოლმე რომ ემოციურად ავღელდი და როგორ არ უნდა ავღელდი, არ უნდა აღელდი, ქვასავით უნდა იყო რა. აი აღელდები და იქ დასრულდება შენი ისა სიმშვიდე. იცი რა ბოდიში რა ღმერთია რა, უზენაესი სიკეთე, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არ ღელავს საერთოდ რა. და ნუ შენ ახლა იმაზე მეტი ხარ. ანუ რაღაც სხვა კანონზომიერება თამაშობს, ყველას თავისი გასავლელი გზა აქვს. ეხლა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თანაგრძნობა პირიქით მაღალცნობიერება და თანაგრძნობა და სიყვარული განუყოფელია. მაგრამ ეს ემოციური მხარე რომ წინ მოდის და ან რომ ბრაზდება ადამიანი და როგორ არ გაუბრაზდე მტერი და აქედან იწყება მტერი სხვათა შორის რომ რაღაცა იდეაში მოხვდა და როგორ იმან ეს შეურაცხო ესე იგი დაბალი ცნობიერების ადამიანია და თავისი პრობლემა აქვს, ანუ შეზღუდვები აქვს რა გონებაში, მაგრამ შენ რომ მას ასევე წყენაზე წყენით პასუხობ, შენც ისეთივე ხარ. შენც ესეთივე დაბალი ცნობიერება გაქვს, შენც ეგეთივე ხარ, გესმის? ანუ არაფრით არ განსხვავდები და ისევ მივედით იქამდე. თუ სამყაროს ამბობ რომ არის ქაოსური, всё, შენ ახარ ქაოსური რა, მორჩა. როგორც კი შენ დამშვიდდები, აი დაინახავ სამყარო როგორ მომენტალურად დამშვიდდება რა. ეს არის რა, არაფერი არ იქნება ხალხო, არც ხვალ, არც ზეგ, იცოდეთ, არაფერი, არავინ, ვერც ბელადი, ვერც სულიერი ლიდერი, ვერავინ ქრისტე რო ჩამოვიდეს, ბუდა რო ჩამოვიდეს, ვერაფერს ვერ მოგცემს. თუ ერთ წამში არ დაიჭირეთ ის თქვენი აწმყო, მარადიული ახლა და იქ არ დაიწყეთ ცხოვრება და ამისთვის აი ძალიან კარგია რეფლექსია ამაზე, რომ მეხსიერება თქვენი ფიქრები ეს არის უბრალოდ ილუზია, რომელიც არაფერში აღარ გჭირდებათ. იყო, მორჩა, გათავდა, წავიდა, ხალხო, всё, რაც წავიდა, ნუ ამ სამყაროს აქვს თავისი კანონზომიერება. ხა, ხო შეიძლება სულ იდარდო, მაგალითად 1991 წლის შემოდგომა. სიტყვაზე ხა ძალიან პირობით რაღაცას მომდო ჩაიხვიო. აი ის შემოდგომა, იმის მერე იყო კიდე ძალიან ბევრი შემოდგომა. მაგრამ ჩაიხვიე რომ არა ის შემოდგომა, ის პიროვნება, ეს აი ძალიან რო გონიათ ხოლმე რომ შეყვარებულები არიან და ჩაიციკლებიან ადამიანზე 10 წელი, 15 წელი და თავსაც იტანჯავენ, იმასაც ტანჯავენ. ეს არის ფსიქოლოგიური მიჯაჭვა ადამიანზე, სიყვარულთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს რა და ეს არის გასაცნობიერებელი და ყველაზე ძალიან იცით ვის ვეჯაჭვებით ეხა ფსიქოანალიზიდან გაუკეთებ ამას აბსოლუტურად დეფინიციას ყველაზე ძალიან ვეჯაჭვებით ისეთ ადამიანებს ვისშიც გადაგვაქვს საკუთარი პროექცია გესმით ანუ ყველა ქალს ყავს თავისი რაღაცა ანიმუსი ყველა მამაკაც თავის ანიმა მეორე ნახევარი ხო ქალის მამა კაცის საწყისი ორივეში ხო აი ის თქვენი ღირებული ქალი ამ შემთხვევაში თავისი ღირებულ მამაკაც რაღაც შინაგანს გადაიტანს ვიღაცაზე რაღაც მოეჩვენება ანუ აკიდებს მას ისეთ თვისებებს რაც რეალურად მას არ გააჩნია და სინამდვილეში თავისი თავი უყვარს მასში
და ნუ იტანჯება ასევეა მამაკაცი, ნუ რაღაცამ თავის ამ ანიმას თვისებებს მოხსნის, პროექციას გაუკეთებს ქალში და შემდეგ იწყება გაუთავებელი, რომ არ გაგიშვებ, მოკლავ, ამას გისავ, იმას გისავ და სიმარაზმები ხო და ისა გოგებსაც როგორ მოსწონთ ხოლმე ესეთი ტიპები, გონიათ რომ ეს მაგარი ტიპები არიან, სიმძლეში ეს არის ყველაზე შეზღუდული ცნობიერება და ძალიან ზღუდავს კიდე ესეთი ფიქრები, რომ იცოდეთ რა სიყვარული ეს არის ძალიან თავისუფალი მდგომარეობა, სიყვარული არაფერს არ იჭერს, სიყვარული ყველაფერს უშვებს, სიყვარულს მოაქვს ადამიანისთვის მხოლოდ ბედნიერება, არავითარ შემთხვევაში ტკივილი, მაგრამ თუ თქვენ თავი ვერ დააღწიეთ თქვენი წარსულის, აი ამ მეხსიერებასთან, ფსიქოლოგიურ მიჯაჭვას, გთხოვთ ისე არ გაიგოთ, რომ ამნეზიას ვამბობდი, არა, მეხსიერება იქნება, მაგრამ აი წამოვიდა რაღაცა თქვენი არაცნობიერიდან გამოვიდა რაღაცა, მაგრამ თქვენზე აღარ მოქმედებს რა, ანუ ის ირაციონალური მოტივები, რაც თქვენშია, უზნაძემ რასაც განწყობის თეორია უწოდა, ხო, რომ ჩვენი მიმართება ობიექტურ რეალობასთან, ანუ სამყაროსთან არ არის ობიექტური, გაშუალებულია რაღაცა განწყობით. ხო, ეს განწყობა არის სწორედ თქვენი განპირობებული გონება, ანუ თქვენი მეხსიერება და თქვენი წარსული, რომელიც ატრიალებს მხოლოდ იმას, რაც თქვენ პოზიტიურად და ნეგატიურად აღიქვით და აი მე მგონია რომ აქ რთული არ არის რაღაცების გადაფასება რა უბრალოდ რაღაცა წამოვა ისევ ნეგატიური შეხედეთ და თქვით რომ ეს არის თქვენი ილუზია რა სინამდვილეში ცუდი და კარგი არაფერი არ არის ამ სამყაროში სამყარო არის ისეთი როგორიც არის ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა მიუღებლობა სამყაროსი იმიტომ რომ ან წარსულში ვართ ან მომავალში და მიღება არის აი ეხლა ვზივარ ველოდები რას მომიტანს ცხოვრება. რა თქმა უნდა ვშრომობ. აი საერთოდ ფენომენი, ვისაც არასწორად აქვს გაგებული, ჩემთვის პირად საუბრებში უთქვავს, რომ აღმოსავლეთი ქადაგებს უმოქმედობასო. როგორ გეკადრებათ? სწორედ აღმოსავლეთი ქადაგებს აბსოლუტურ ქმედობას და ეს არის კარმა იოგა და აი მე მქონდა ლექცია თუ ნახეთ, არ ვიცი, ვივეკანანდაზე კარმა იოგა, ჟნანა იოგა და ბხაქტა იოგა. ჟნანა და ბხაქტა ეს არის ფილოსოფია და სიყვარული. და ძალიან რთულად მისაღწევი და კარმა იოგა ეს არის პრინციპში ჩვენ ყველა მასიურად რა არის კარმა იოგა მუდმივი ქმედება შედეგზე არ იყო ორიენტირებული გესმით ქმედება ყოველგვარი ანგარების გარეშე და რა რთულია ეს ამაზე გიფიქრიათ ყველაფერში ანგარება გვაქვს ხალხო ჩადებული ყველაფერში მეზობელს და გამლელს რო ერჭიქა წყალს მივცემთ ვფიქრობთ რომ იქ სამოთხეში ბილეთი გველოდება რა აი თქვენი ფიქრები დაიჭირეთ ან ქუჩაში მათხოვარს ხო ხო დაგიჭერეთ მე ხშირად დამიჭერია ანგარიში იქ იმ ქვეყნად რა ანუ ვისაც ამ ქვეყნად გონია ხა სასულიერო ტიპებს ემარცხებათ ხოლმე ეგენი ხო კიდე ცალკე ილუზიაში არიან გაიზუთხეს ეს თეოლოგიური ტექსტები და გონიათ რომ всё ამით ანუ სწავლა და გაცნობიერება სრულიად სხვადასხვა რამეა და ეხლა ამ ქვეყნიური აღარ უნდათ თუმცა რაზე ეტყობათ რომ ეხლა ამ ქვეყნიური აღარ უნდათ ამ ქვეყნიურიც უნდათ მაგრამ სიტყვით მაინც გეტყვიან რომ ამ ქვეყნიური აღარ უნდათ მაგრამ იმ ქვეყნიური უნდათ ორივე მიჯაჭვა უკვე შედეგზე რა გესმით და აი ვივეკანანდა ამბობს რომ უანგარო შრომით ადამიანი აგროვებს კოლოსალურ ენერგიას რაც პრინციპში მასში ხსნის აი უმაღლეს ჟნანას და შემდეგ ნუ ფაქტია ეს არის სიყვარული უმაღლესი მდგომარეობა რა მაგრამ ისევ და ისევ აი რა დღეს რატო გადავწყვიტე ეს ლექცია დავიწყოთ პირველი ნაბიჯებიდან 0 კლასიდან ხო იმიტომ რომ ხშირად რო კითხულობ დიდ მოაზროვნეებს გონია რომ უკვე რაღაც მე-10 კლასში გინდა უცებ გაიღვიძო მაგრამ რეალურად არ ხდება ხო დავიწყოთ ესე თითო ფიქრის თითო მოგონების გაცნობიერება და თითო პროექცია მომავალზე აი ჩვენი ფიქრები ხაი დააკვირდით თქვენ თავს როგორი მომავალი ყველას წარმოგიდგენიათ რაღაც არანორმალურად კარგი და აი დღეს თუ არა აი ხვალ მაინც იქნება აი ზეგ მაინც იქნება მე მოვასიკვდილი და გეტყვის გამარჯობა წავედით არაფერი აღარ არის და კიდე ვინ რა ასაკში მოკვდება კაცმა არ იცის რა ეხლა დავასრულებ და ვისაუბროთ და დავასრულებ მაშინ ეხლა და მირჩევნია რომ კითხვა პასუხზე გადავიდეთ იმიტომ რომ თუ რამე ვერ ამოვწუროთ ამოვწუროთ ეხლა საუბარში ნუ ეს იყო რისი თქმაც